თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულდა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულდა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. მოგესალმებით, მე ნანა ყავრალიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლავთ გიორგი თელიაშვილი. ჩვენი დღევანდელი თემა ეს არის ხელოვნური ინტელექტი. დღესდღეობით ყველაზე აქტუალური საკითხი, ვინაიდან ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად გვხვდება სხვადასხვა гаджеტებში, სხვადასხვა სივრცეებში. ამიტომ გიორგი დაგვეხმარება, რომ უფრო ღრმად გავცეთ პასუხები იმ კითხვებს, რაც შეიძლება ჩვეულებრივ ისეთ ადამიანებს გვაწუხებდეს, რომლებიც კარგად არ ვართ გათვითცნობიერებული ამ საკითხში. მოგესალმებით გიორგი, მადლობა რომ ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი და მიხარია რომ დღეს იმ საინტერესო საკითხზე ვისაუბრებთ, რაც ყოველდღიურობაში გვხდება. მადლობა ნანა, მოგესალმები თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემაა ნამდვილად ჩემთვისაც. და ვეცდები მაქსიმალურად ამომწურავად გავცე პასუხი შეკითხვებს, რომელიც იქნება დღეს. იქიდან გამომდინარე, რა ინფორმაციაც მე დავაგროვე და გავაზიარო თქვენს მაყურებელს. გიორგი, სანამ ეს უშუალოდ კითხვებზე გადავალთ, ალბათ საინტერესო იქნება მაყურებლებს უთხრათ, რომ შენ არ ხარ პროფესიით და არ არსებობს პროფესია, რომელიც AI-ს, ასე ვთქვათ, მოიცავს, თუმცა ხარ მოყვარულის დონეზე, რომელიც ჩვენზე უკეთ იცნობს ამ ეტაპზე ხელოვნურ ინტელექტს. ენთუზიასტი კი, დაგეთანხმები ეს AI მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამბობს, რომ AI ეს არ არის რაღაც ერთი კონკრეტული მიმართულება, საბოლოო ჯამში ეს AI დადის რაღაც კონკრეტულ ვიწრო მიმართულებებზე. მე ხო პროფესიით სწორედ აღნიშნე სხვა მიმართულებით ვარ, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, თუმცა რამოდენიმე წელია გარკვეულ დროს უთმობ, მათ შორის რომ რაღაცა სიღრმეებში ჩავსულიყავი და ვფიქრობ, რომ რაღაც სასარგებლო ინფორმაცია დამიგროვდა ასე თუ ისე, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს თქვენი მაყურებლისთვის. უფრო გასაგებად რო ახსნათ რა არის AI. აი მანამდე 10 წლეულობის წინ, ეს უბრალოდ გვეგონა რომ რაღაცა гаджеტებია, ის ტელეფონია, რომელსაც Android-ს ყოველდღიურობაში ვიყენებ, თუმცა ის დღეს საერთოდ სრულიად სხვა რამეა. იმიტომ რომ რობოტებით შექმნეს AI, როგორც მახსოვს რამდენიმე თვის წინ წავიკითხე, რომ ხელოვნური ინტელექტის შემუშავებაზე მუშაობენ, რომ თუნდაც რაღაცა ემბრიონი გამოიყვანონ და მშობლისგან დამოუკიდებლად განვითარდეს. ამიტომ ჩვენი მაყურებლებისთვის რომ უფრო უკეთ ავხსნათ, რა არის AI. ძალიან ბევრი განმარტება არსებობს AI-ის, მათ შორის კლასიფიკაციას თუ გავყვებით სხვადასხვა კლასიფიკაცია, მაგრამ ალბათ საბოლოო ჯამში რომ დავიყვანოთ რა არის AI, ეს არის ჭკვიანი ალგორითმი, რომელიცაც ძალიან კარგად ესმის კომპიუტერის და რომელიც ეხმარება საბოლოო ჯამში კომპიუტერს, რომ ძალიან კარგად გაუგოს ადამიანს. თუ რა უნდა ადამიანს საბოლოო ჯამში იმ command prompt-ების, ან იმ დავალებებიდან გამომდინარე, რომ შეასრულოს კომპიუტერმა და ამ ჯაჭვს, ამ gap-ს, იქიდან გამომდინარე კომპიუტერების სხვა დაუშვათ ენაზე საუბრობენ და ამ შემთხვევაში ეს ბინარული ენაა, მათემატიკურად რო ვთქვათ, ხო, პროგრამულად, უფრო სწორედ. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ბუნებრივი ენა და აი ამ შუაში სივრცეს, რაც არის მით კომპიუტერებს და რაც მინდა რომ გაიგონ, ავსებს ეს ჭკვიანი მათემატიკური ალგორითმი, რომელიც სხვათა შორის ახალი არ არის, ძალიან დიდი ხანია ჩვენს გვერდით ცხოვრობს, მაგრამ იყო 2017 წელს გარდატეხა, გარკვეულ ტექნოლოგიური, რომელმაც მერე გახადა ის ჭკვიანი, რომელიც ჩვენ ესე ფართოდ ვაღიარეთ და მერე უკვე და ეს უკვე ყველას მე მგონი AI-ია, კერია, ეს სარესკის მანქანასაც AI-ია წერია, რომ კარგად გაიყიდოს. ყველაზე დიდი მიღწევად რამე გაჩნია, რაც AI-ის განვითარების ისტორიაში შენი აღმოჩენა? ჩემი რასაც ვიკითხულობ, ხო, ჩემი შეფასებიდან და გადმოსახედიდან, ხო, ეს რო არ ჩავყვეთ სიღრმეებს, იქ ალან ტურინგი იყო პირველი ამერიკელი მეცნიერი, რომელმაც ძალიან კარგი ალგორითმები შეიმუშავა, ხო, 2017 წელს იყო ეგეთი გარღვევა, რომელსაც მე თუ საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, ცალკე შეუძლიათ რომ ჩაუღმავდნენ ჩვენი მაყურებლები. სტატიას ერქვა ესეთი სათაური all you need is attention, ანუ ყველაფერი რაც გჭირდება შენ ეს ყურადღება. ანუ 2017 წლამდე რო ავიღოთ ნებისმიერი კომპიუტერული მათემატიკური ალგორითმი, რომელსაც კომპიუტერები იყენებდნენ, ხო, ეს იყო თანმიმდევრობით კითხვაზე დაფუძნებული. ანუ მაგალითად, კომპიუტერები წიგნს კითხულობდნენ დაახლოებით ისე, როგორც ჩვენ 100-100 ხაზებიდან გამომდინარე. 2017 წელს გაკეთდა ეგეთი ალგორითმი, რომელიც ტექსტს
არა თანმიმდევრულად კითხულობს, რომელსაც ქვია RNN-ი, ამ ტერმინებს იმიტომ გამოვიყენებ, რომ ვიღაცას დაინტერესებს, უბრალოდ სწრაფად რომ მოძებნოს. კითხულობენ ერთი შეხედვით. ანუ კომპიუტერი რო ავიღოთ, როგორც კი დაინახავს წიგნის ფურცელს, უკვე იმან იცის რა წერია ამ წიგნის ფურცელზე. ამის უკან მე მთელი ეს ალგორითმებია, რომელიც თუ ალბათ კითხვა პასუხის რეჟიმში დავფარავთ, ეს იყო მთავარი გარღვევა, რომელმაც მოგვიტანა ChatGPT და ChatGPT-ის მაგვარი AI-ები, რომელსაც დღეს მე არ მეგულება ადამიანი, რომ უბრალოდ გაგონილი არ ქონდეს და რაღაც დოზით მაინც არ იყენებდეს, ხო. შენი აზრით, რა არის ყველაზე ასე ვთქვათ, შთამბეჭდავი შესაძლებლობა, რასაც ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს? ჩემი აზრით, დროის დაზოგვა, რომელიც ალბათ ყველაზე ძვირფასია ამ ჭრილში თუ განვიხილავთ თითოეულ ადამიანისთვის, ხო? დრო არის ყველაზე ძვირფასი რესურსი, რომელიც გვეწურება ყველას და რომელიც ყველას გვინდა რომ პროდუქტიულად გამოვიყენოთ. და ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აი ეს იყო ყველაზე დიდი შველა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ AI ზოგავს ძალიან მნიშვნელოვნად შენ დროს იმ ნაწილში, რაზეც შეიძლება დაგჭირებოდა კვირები და შეგიძლია გააკეთო დღეში ან რაღაც გარკვეულ ტასკებზე წუთებშიც კი რა. აი კონკრეტულად მაინც რას გვაქვს? მაგალითად წარმოვიდგინოთ რაღაცა 40 გვერდიანი რეპორტი, ძალიან მარტივად რომ მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ უფრო სწორად, რომელიც წასაკითხადაც და თავარი ესე ვთქვათ საკვანძო ანალიზებისთვის ბუნებრივად დაგჭირდებოდა მინიმუმ საათი ან გააჩნია ხო ადამიანს ხარ რამდენად სწრაფად კითხულობს. უგდებ ChatGPT-ს ან Gemini-ს და ბუმ, უკვე დოკუმენტის შინაარსი გაქვს და უკვე მე შენ შეგიძლია გადაწყვიტო, ხო, ამ რეპორტის დეტალებში წაკითხვა გიღირს და არის ის რაც შენ გაინტერესებს თუ არ გაინტერესებს. ანუ დასაწყისშივე ძალიან მარტივ მაგალითზე ძალიან დიდ დროს იგებ. შესაბამისად, აქ დროს ზოგავს, სადღაც უფრო მეტ სახმარ, რაც უფრო გაინტერესებს, ან რაც უფრო გიყვარს და მეტი შანსია ირიბად უკვე აკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონს და გაინტერესებს. აი გამოწვევების ნაწილი ცოტა მოგვიანებით უნდა მეკითხა, მაგრამ ვინაიდან ვსაუბრობ დროის დაზოგვაზე და თუნდაც 40 გვერდიანი რეპორტის გაანალიზებაზე, შენ როგორ ფიქრობ, აი რამდენიმე წლის შემდგომ იქნება თუ არა საფრთხე უკვე იმის, რომ აი რაღაცა ადამიანები გაგვაზარმაცოს და რეალურად შეიძლება ის ინტელექტის დონე დაბლა დაიწოს, რაც დღესდღეობით ადამიანურ რესურსში არსებობს. ძალიან ისეთია რა, მეც რობერჯერ მიფიქრია მაგაზე, რომ მაგაში არ გადავიჭრათ ხო მაგის შიშიც რომ კი, ჩემი აზრით ეგ საფრთხე დღესვე არსებობს და უფრო მეტიც შემიძლია ვთქვა, ეგ საფრთხე დღეს კი არა, AI-ზე არა, სხვა დანარჩენ გამოგონებებზეც არსებობდა, რაც კი აქამდე ყოფილა. აი მაგალითად კალკულატორი რო ავიღოთ, მე უნდა ვაღიაროთ, ცოდვა გამხელილი ჯობია, რომ რაღაცა ასეულების იქით, რაც უფრო ხშირად ვიყენებ უკვე კალკულატორს, ხვდები, რომ ციფრების დაანგარიშება მეზარება ერთია და მეორე მიჭირს ხოლმე რა. ანუ ძალიან უნდა დავფიქრდე უკვე, რომ რაღაცები მიუმატო. კი, ეგ თუ საფრთხეს დავარქმევთ, ხო, ნამდვილად არსებობს და ალბათ ეგ იმაზეა დამოკიდებული, რომ შენ როგორ გამოიყენებ საბოლოო ჯამში ამას, რა გამოიყენებ იმისთვის, რომ უფრო მეტად პროდუქტიული გახდე და დაზოგოდრო, თუ გამოიყენებ უბრალოდ, არ ვიცი თუ შეიძლება ეს სწორად თქვა, ბრმად რაღაცას და იმის იქით კრიტიკულად არ შეხედავ რაღაცა შედეგებს, ხო? მაგალითად რაღაცას რო ეკითხები ChatGPT-ს, თუ არ სვა მე შენ გონებაში და მე GPT-ში რატომ, რისთვის, ან რანაირად, ხო? აქ უკვე შენი ტვინის გაზარმაცება, კრიტიკული აზროვნება, ალბათ კი თამდევი იქნება, რომელიც ხო, არ მგონია რომ კარგი შედეგი იყოს. ან შეიძლება მე როგორ ვფიქრობ, ის გარდამავალი თაობა, რომელებიც ეხლა ვართ, რომლებიც თქვათ სანამ ეს ხელოვნური ინტელექტი აქტუალური გახდებოდა და უფრო გონებრივ რესურსზე ვიყავით დამოკიდებული და ეხლა ნელ-ნელა გაჯეტების ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, ალბათ უფრო რაღაცა ორი თაობის შემდგომ შეიძლება საერთოდ სრულიად ხელოვნური ინტელექტზე იყვნენ დამოკიდებულები. ცოტა ამის შიშიც შეიძლება არსებობდეს. კი, აი ხა მე რასაც ვაკეთებ ხოლმე, ანუ
პარალელურად vibe coding-ია ეგეთი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მე პროგრამისტი არა ვარ, ანუ ვიყენებ AI-ს, რომ რაღაცა პროგრამები დავწერო. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა გარკვეული პროგრამირების ენა, ლოგიკა მესმის, მაინც ესე ხელით არაფერს არ ვწერ და ანუ რისი თქმა მინდა, რომ ChatGPT-ს და მე სხვა ახლა ChatGPT ესეთია ძალიან ცნობილია და იმიტომ ვიყენებ, თორე სხვა ბევრიც არის, რა თქმა უნდა. ეს თვიური გამოწერის ვადა რომ იმთავრდება, ან ლიმიტი რომ ეწურება, რაღაც დაახლოებით ისეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, ბავშვობაში დენიროითი შებოდა ხოლმე რა. ანუ რაღაცა დოზის დამოკიდებულება უკვე არის, კი, ნამდვილად, მაგრამ ყველაფერს ანუ ორი მხარე აქვს, ხო? ალბათ უკვე არჩევანის გაკეთება და ბალანსის დაჭერა უნდა შეეცადო რა, აი მაგ დამოკიდებულებასა და იმ პლუსებს შორის, რასაც ეს გაძლევს. აი ეგ არ უნდა გაგექცეს, თორე ხო, ალბათ მე უკვე ისეთია რა, დამოკიდებულებაში მე უკვე ინდივიდუალურად სხვადასხვა ეფექტი შეიძლება ქონდეს მაგას, ზოგისთვის უფრო დრამატული, ზოგისთვის უფრო ნაკლებად დრამატული. ისევ ამ საკითხს უკავშირდება შემდგომი კითხვა, რაც მართლა უკვე რამდენიმე წელია მიტრიალებს გონებაში, რომ შეიძლება თუ არა სწორედ გარკვეული პროფესიები ხელოვნურმა ინტელექტმა ჩაანაცვლოს და თუნდაც შრომით ბაზარზე ადამიანური რესურსის მოთხოვნილება რაღაც სფეროებში და პროფესიებში უკვე ნაკლები იყოს. იდეაში კი ვხედავთ მაგას, ჩემ მაგალითზე რომ ვიყვანო ისევ, ძალიან მომწონდა რომ რაღაცა პროდუქტს ქმნი კლავიატურაზე დაწყაპუნებით და რაღაცა თან პარალელურად რაღაცა აზროვნებით, ანუ საბოლოო ჯამში პროგრამირებით. 2 წლის წინ დავიწყე, უბრალოდ 3 წლის წინ დავიწყე მცდელობები მქონდა, რომ ეს პროგრამირება მესწავლა და ეგეთი JavaScript-ია, ვინც ახლა პროგრამირებაში უკვე აუცილებლად იცის ეგ, პროგრამირების ენა, რომ დავიწყე, ხო, თავიდან მარტივი მეგონა, მაგრამ მე ძალიან გართულდა და მივაგდე. ანუ იმიტომ რომ ორი მიზეზის გამო, ერთი რომ იმდენად სწავლის რესურსს მოითხოვდა შრომას და ენერგიას, რომ ეს სინტაქსი ისწავლო ამ ენის, რომ ჩემ შემთხვევაში უკვე პარალელურად ოჯახი, მუშაობა და ასე შემდეგ შეუძლებელი მეჩვენა და მეორე სადღაც ეს ენთუზიაზმი მიილია რა ამ შუაგზაზე. და მე უკვე ამ AI-ების გამოჩენამ გააკეთა ის, რომ სინტაქსის დამახსოვრება და დაზეპირება მე ამ შემთხვევაში ინდივიდს აღარ მიწევდა და რისთვის მოვიყვანა ეს მაგალითი, რომ პროგრამირება სფეროში უკვე ჩანს, რომ აღარ არის იმდენი პროგრამისტი საჭირო, რამდენიც საჭირო იყო AI-ის გამოჩენამდე. და თუ გადავხედავთ რაღაც დიდი ორგანიზაციის სტატიებს, მათ შორის უკვე Microsoft-ის, Meta-ს და ასე შემდეგ, ანუ ანუ თანამშრომლების გათავისუფლებები, ანუ უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რაც უფრო იხვეწება ეს AI კოდის წერაში, უფრო ნაკლები დეველოპერი ჭირდება კომპანიას. ეს მოვიყვანე ახლა დეველოპერების მაგალითზე, ხო, ამ სოფტვერის, მაგრამ ანალოგიური ხდება სხვა სფეროებშიც, მაგალითად იგივე რეპორტი ვთქვით, ხო, თუ გჭირდებოდა შენ 3 თანამშრომელი რომ დაეწერა დაუშვათ პირობითად თვეში 5 რეპორტი, შენ უკვე ყავს 1 თანამშრომელი და 1 ChatGPT, რომელსაც გადაუხდი, თქვათ, ყოველთვიური გამოწერის საფასურს და აანალიზებს ეს 1 თანამშრომელი 5 რეპორტს. კი, გარკვეულწილად ვფიქრობ, რომ ჩაანაცვლებს და ანაცვლებს კიდევაც. და აი ყველაზე დიდი პოტენციალი რომელ სფეროებში აქვს, ეს არის მედიცინა, განათლება, ხელოვნება. ჩემი აზრით, თუ გადახედავთ, ნიშნები მეტნაკლებად ყველგან არის უკვე, იმიტომ რომ ძალიან მარტივი ლოგიკაა, ხო, ერთის მხრივ თუ იზრდება ერთი ადამიანის პროდუქტიულობა, რაოდენობაში ბევრი ადამიანი აღარ არის საჭირო, ხო? თუ გაიზარდა X ადამიანის პროდუქტიულობა, მაშინ უფრო ნაკლები Y სამუშაოა, თუ შეიძლება ასე ითქვას და საბოლოო ჯამში ეს X ადამიანების რაოდენობას მოდის ქვემოთ. ახლა საწამოა ეს ადამიანების რაოდენობა საბოლოო ჯამში სამუშაო ბაზარი ამას დრო გვაჩვენებს. მაგრამ პირველ ეტაპზე, სადაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს, ეს არის მძიმე დიგიტალური, ანუ მძიმე ციფრული სფეროები, სადაც არის, აი პირველი მაგალითად ეხა კოდირება ვთქვით და პროგრამირების წერა, აქ უკვე კაფეოდ შეიმჩნევა, რომ ძალიან მძიმედ მიდის ჩანაცვლება. ასევე არის სფეროები, სადაც მედიცინის სფეროები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ ნაკლები ეფექტი აქვს. არის კვლევები და ბენჩმარკები, ბენჩმარკი ეს თვითონ ხელოვნური ინტელექტის სიჭკვიანი საზომია. ზოგიერთი AI საშუალო ექიმზე
კარგ ანალიზს აკეთებს ზოგ შემთხვევაში. ეს არ არის საშუალო სტაბილური, მაგრამ გარკვეულ кейსებში უკვე საშუალო დონის ექიმზე, პროფესიონალზე, კვალიფიციურ პროფესიონალზე კარგ ანალიზს დებს რაღაც კონკრეტული მიმართულებით, რა თქმა უნდა. ეგ სადაც გაწვრთნილია ეს თითოეული AI. შესაბამისად, ტრენდი ისეთია რა, არც თუ ისე საიმედო მაგ მიმართულებით. შენ როგორ ფიქრობ, აქვს თუ არა გარკვეული საფრთხეები ხელოვნურ ინტელექტს, თუნდაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შენახსენე, რომ აი ხელოვნურმა ინტელექტმა რაღაცა დონით დიაგნოზი დასვა. ვიდრე თქვათ ექიმს შეეძლო დაესვა უფრო დროულად, ხო, რაღაცა ინფორმაციების საფუძველზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ის ხელოვნური ინტელექტი სოციალურ ქსელებში არსებული ინფორმაციის საშუალებით ახდენს აი ამ დიაგნოსტიკას. თუ არ ვცდები, ალბათ ესეა. არის თუ არა ეს საფრთხის შემცველი, შეიძლება თუ არა მანც დიაგნოსტიკამდე მიგვიყვანოს და რაღაც გარკვეული კუთხით პაციენტს თუნდაც საფრთხეში აუქმნას არასწორი დიაგნოზის საფუძველზე. რა თქმა უნდა, მე მაგალითისთვის მოვიყვანე და ეს არის მაგალითი, რომ როგორ შეიძლება ეს ხელსაწყო უბრალოდ დაიხმაროს იგივე კვალიფიციურმა პროფესიონალმა, ხო, იგივე სამედიცინო სფეროში. მაგრამ ცალკე რომ ეხა რომელიღაცა მაგა გემინის ან ChatGPT-ის ანალიზს რომ მიენდო, ხო, იგივე ექიმის გარეშე, ეს უკვე საფრთხის შემცველი. ყოველ შემთხვევაში დღეს ასეა. და ეს თვითონ ხშირად რომ დააკვირდე ამ ChatGPT-ისაც, გემინისაც, კლოდსაც და ყველას აწერია, რომ ყოველთვის გადაამოწმე ის მონაცემები, რასაც ეს პროგრამა AI გაძლევს. ერთი ის, რომ თუ არ გადავამოწმებთ სავსებით შესაძლებელია რომ რაღაც სისულელე თუ შეიძლება ასე მოგწეროს და როცა მედიცინის სფეროს ეხება ეხა მან და უკვე ორი აზრი არ არის რომ უნდა გადაამოწმო და არ უნდა ენდო, იქ შეიძლება გამოიყენო ინფორმაციის მიღების მიზნით. ყოველ შემთხვევაში მე ესე უყურებ. მე რესაც წავალთ ეგ მეორე საკითხია და შეცდომას რო თავი დავანებოთ პირდაპირ საფრთხეები სადაც მოდის, მაგალითად კიბერუსაფრთხოება რო ავიღოთ. ერთის მხრივ ყველაფერს ორი მხარე აქვს, ერთის მხრივ რაღაც კოდის წერა გიადვილდება, მაგრამ მეორეს მხრივ malware, ანუ ვირუსების და დავირუსებული ფაილების წერაც გაადვილებულია მათ შორის და არის სახეზე შემთხვევები, როცა AI-ის დახმარებით ვიღაცები უფრო მარტივად წერენ დავირუსებულ ფაილებს, ესე შეიძლება რომ გამოვიყენოთ ეს ტერმინი. კიბერუსაფრთხოება უკვე სერიოზულია სფეროა. მეორე საფრთხე სადაც არის ძალიან ბევრი fake news-ი გენერირდება, სოციალური მედია ახსენე და იქ ბოტები დაიხვეწა, იქ სახის გენერირება დაიხვეწა, იქ ხმის გენერირება დაიხვეწა და მოკლედ ეს social engineering, რასაც ქვია რა, ადამიანებით манипуლირება, გაცილებით სხვა დონეზე ავიდა და გამარტივდა სამწუხაროდ. კი, შესაბამისად ამისი უარყოფითი მხარეების დადებითთან ერთად საკმაოდ ისეთია რა. რამდენად მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს გარკვეული რეგულაციები და საერთაშორისო თანამშრომლობას ამ საფრთხეებთან დაკავშირებით ქონდეს თავისი ბერკეტები და რეაგირება. რეგულაციების კუთხით ალბათ მე მან კომპეტენტური არ ვიქნები რაღაც სიღრმეებზე რომ წავიდე მსჯელობებში, თუმცა ეს ზედაპირზე რომ დავრჩით რა მიმართულებებიც არის მან და ტრენდები. ევროკავშირი ერთ-ერთია რომელიც ცდილობს რომ დაარეგულიროს ეს AI საკითხები და დაიცვას მომხმარებლის უფლებები თავისი მოქალაქეების. მაგრამ რო გადავხედოთ სხვადასხვა მსჯელობებს, განხილვებს პარლამენტში და ასე შემდეგ ძალიან ნელა მიდის, გაცილებით იმაზე ნელა მიდის, ვიდრე AI ვითარდება. ანუ AI ხო ეს tech სექტორი როგორ არის, ანუ ერთი წლის წინ რა გარღვევაც იყო, დღეს უკვე შეგრძნებაა რომ ეს ყველაფერი 20 წლის წინ მოხდა რა, აი დაახლოებით რა, იმდენად სწრაფად მიდის და სწრაფად ვითარდება და ეს კანონები და მექანიზმები მე ყოველ შემთხვევაში და ექსპერტების მიმოხილვებსაც რო ვკითხულობ, ვერ ეწევა ამ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში იქ არ არის, სადაც უნდა იყოს, რომ მაქსიმალური 100%-იანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ მიახლოებული გარანტია მაინც იყოს, რომ დაცულად გრძნობ აი იმ ყველა საფრთხიდან, რაც ჩვენ მათ შორის მაგალითის სახით თქვით. ანუ ორი საკითხია, ერთი მნიშვნელოვანია აუცილებლად და ამაზე ეს გააზრებული აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას, სახელმწიფოს და ამაზე მიდის მუშაობა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად ეწევა. აი ეს დაწევის საკითხის პრობლემა ნამდვილად არის დღის წესრიგში. იარგი, შენ ყოველდღიურობაში რა
AI-ის სახეებს იყენებ და რაზე ვუშავებ ხომ, იმიტომ რომ შენ სოციალურ ქსელს რო თვალს ვადევნებ, ძალიან ბევრი უკვე გაცოცხლებული გმერები ვხვდები. ასევე შენს პოსტებსაც ვკითხულობ იმ საფრთხეებზე, თუნდაც აი რაღაცა დროის შემდგომ ჰოლივუდს ჩაანაცვლებს AI, სადაც შეგიძლება რომ დადგე და შენ შექმნა შენი გმერი დაწერო სცენარი და ფაქტიურად შენს მიერ გადაღებულ ფილმს უყურო. კი, ხო, ჰოლივუდი ჩაანაცვლოს ხო ისეთი შეიძლება ხო მაგალი განცხადება, თუმცა მე რომ მკითხო პერსპექტივაში არც თუ ისე, თუ ტრენდს შევხედავთ, რამოდენიმე მიმართულების არის ხო ეს AI თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, მე ძირითადად ახლა გენერაციული AI-ის ვიყენებ ხოლმე, მათ შორის რაც ყველას გაუგია ალბათ სახელები ძირითადად კლოდი, გემინი, ეს ChatGPT, გროკი, ეს გროკი რომელიც ილონ მასკის XAI-ის კომპანიისა, ორი მიმართულებით, ერთი ჩემთვის ვერთობი და ვაკეთებ რაღაცა პატარა ვიდეო კლიპებს, ავატარებს, მე ამის ხმას ვადებ და ესეთ რაღაცა მიმართულება და მეორე მიმართულება ვაკეთებ ვებგვერდებს, ვებსაიტებს, რომელიც სხვათა შორის ერთ-ერთი ხა რეკლამაში არ შემეძლება Telo-G რო შეხვიდე და რო ნახო, რომელი საიტიც მე გავაკეთებინე ამას და მე რომელიც მე გადავამოწმე ეგეთი Google-ის ვებსაიტია, სადაც თვითონ გაკეთებული ვებგვერდის ხარისხს ამოწმებს, საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები დაწერა რა. ანუ ორი მიმართულება, ერთი ვებგვერდები და ეს პროგრამირების მიმართულება და მეორე ავატარების დაგენერირება. რომელიც ესე ძალიან კარგად გამოსდის უკვე ამ ეტაპზე. ძირითადად მე გროკს გავუწევდი რეკომენდაციას ამ ვიდეოს მიმართულებით ფასიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან კარგი შესაძლებლობები აქვს უფასო ლიმიტის ფარგლებში. სხვა დანარჩენი არის იქ VO და ასე შემდეგ, რომელიც შეიძლება უფრო კარგი იყოს რაღაც მიმართულებით, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც ძვირია რა. ალბათ ის ადამიანები, ვინც მეტნაკლებად ან ნაკლებად ერკვევიან ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებულ თუნდაც ვიდეოებში, როგორ გავარჩიოთ, რომელია ნამდვილი და რომელია ხელოვნური ინტელექტის მიერ გაკეთებული. იმიტომ რომ დღეს მართლაც თუნდაც Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე შეგხვდება ისეთი ვიდეოები, რომლის ნამდვილობის გარჩევა გიჭირს. კი. იყო დრო, როცა შეიძლება ჩემი გამოცდილებიდან მერჩია, რომ აი დააკვირდით მაგალითად სახის ნაკვთებს, არ ემჩნევა ვენები, არ ემჩნევა ხელზე კაპილარები, სახის კანი არის შედარებით პლასტიკური, ხო და ეს ყველაფერი შეიძლება ვალიდური ყოფილიყო სადღაც 6-7 თვის წინ. დღეს მეც ახლა ბევრჯერ შემხვედრია ვიდეო, რომელიც ბევრჯერ გადამიხვევია და ძალიან რთულად მიხვდება, რომ AI-ია. და კიდევ ისე ვითარდება, რომ ალბათ ერთადერთი გზა, რითიც შეიძლება რომ თქვა, რომ AI-ია ან არ არის AI, ისევ AI-ს ჩაუგდო. ან ისეთ პროგრამებს, რომელიც გეტყვის, რომ AI არის. მაგალითად, რაც ვახსენე, გროკი. გროკს რო ჩაუგდო ვიდეო, დიდი ალბათობით გეუბნება ეს დაგენერირებულია თუ არა AI-ის მიერ. თუ გროკისგან ვერ მიიღებ პასუხს, შეგიძლია ისევ გემინის ჩაუგდო, ეს გემინი Google-ის პროდუქტია და გემინი გეუბნება მინიმუმ თავისი არის თუ არ არის. თუ ვერ გეტყვის რომ ეს AI ან არის, იმას მაინც გეტყვის რომ არის თუ არა და ესე გამორიცხვის მეთოდით შეგიძლია მე თუ ძალიან გავს ეს რეალურს გადაამოწმო. სხვა დანარჩენ შემთხვევაში იყო მაგალითად ხელებზე უნდა დააკვირდე, სანამ ესე ძალიან განვითარდებოდა, ხშირად ქონდა ადამიანის ანატომიიდან გამომდინარე თითები არის ერთ-ერთი კომპლექსური და რთული ნაწილი სხეულის, რომელიც AI-ს უჭირდა, იმიტომ რომ თითები რო ავიღოთ ჩვენ ძალიან ბევრი კონფიგურაცია შეიძლება ქონდეს თითს რამოდენიმე თუნდაც მარტი მოძრაობაში. ამიტომ ეს თითების პროპორციულად განლაგება ყოველთვის უჭირდა ხოლმე და პირველი რასაც ვაკეთებდი თითები იყო რაოდენობაში და ბუნებრივობაში. მეორე არის უფრო პროფესიონალები, ვინც ერკვევა და ვინც იცის გარემოდან გამომდინარე განათებას უყურებს ხოლმე, სინათლე როგორ ეცემა, როგორ აირეკლება, მაგრამ რაც გადის ყველაზე ამ შემთხვევაში ცუდი ის არის, რომ ამაში კარგი ხდება ეს AI-ც რა, ანუ ამ ფიზიკის კანონებს, ამ ტრენინგების შედეგად უფრო კარგად ამუღამებს და ამისი ჩვეულებრივი თვალით გარჩევაც უკვე რთული ხდება და ამიტომ ერთადერთი გზა რჩება ხოლმე, ერთადერთი არა, რომ ისევ AI-ს კითხო არის თუ არა AI.
ხო, აი ამ ყველაზე რაც კიდე შემხვდა, აღარ აღარ მახსოვს რომელი სოციალური მედია იყო, უკვე ხელოვნური ინტელექტის წამყვანი შექმნის, რომელიც იმდენად მიახლოებული იყო ბუნებრივ ადამიანურ ვიზუალს, რომ ნამდვილად გაგიჭირდება ამ დროს გარკვევა, რომ ეს ნამდვილად ხელოვნური ინტელექტია თუ ადამიანის სტუდიაში, რომელსაც მიყავს რაიმე გადაცემა. ეხლა უშუალოდ მითებზე რო გადავიდეთ, რა არის ყველაზე გავრცელებული მითები, რაც ხელოვნური ინტელექტის გარშემო გაგიგია? მითებია ბევრნაირი მოსაზრება შემხედრია, რომელიც ხო რაღაცა დოზით მითადაც შეიძლება თქვათ რომ მითია. ერთადერთი რაც ხდება და რასაც არ ვეთანხმები ალბათ შეიძლება ითქვას რომ AI ბაბლია და მაგას თავი უნდა დაანებო. ჩემი აზრით რაღაც დოზით ბაბლია. ხო რა, იმიტომ რომ ეხლა დასაწყისში აღნიშნეთ რომ სარეცხის მანქანას რომელიც არანაირად AI არ არის ხო, უბრალოდ რასაც უნდა ჩაასხო დააწვე, უნდა დატრიალდეს, რანაირად ეხლა AI ადრეც ეგ იყო 2022 წლამდე, 2017 წლამდე და ეხლაც უბრალოდ დაწერილი AI. ბაბლია, მაგიტომ გონია რომ ბაბლია, მაგრამ თუნდაც ეს ბაბლი იყოს, ხო, რაღაცა დოზით მართლა აქვს ის სიკეთეები, რასაც ჩვენ ვისაუბრეთ, რომელსაც მინიმუმ შენი პროდუქტიულობის გაზრდა შეუძლია. და ამიტომ მაგ ნაწილში მითი რამდენად არის არ ვიცი, მაგრამ არ ვეთანხმები რა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცა ბაბლი იყოს, უნდა გამოწურო იმის მაქსიმუმი, რასაც ეხა ის ტექნოლოგია იძლევა. მითები, სხვა მითები არ ვიცი, ბევრი გამიგია რომ რაღაცა ეხა ისეთია გაგვაზარმაცებს შეიძლება გაგვაზარმაცებს. ხო, მაგრამ ადამიანის ბუნება როგორია რა, AI-ის რო არ იყოს, ხო, მაინც მაგეთკენ ვართ მიდრეკილები, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაგვრჩეს ჩვენ საკუთარი ცხოვრებისთვის, ან ისეთი რაღაცეებისთვის, რაც ყველაზე მეტად უფრო გვაინტერესებს და ის ამოცანები თუ ის საქმეები, რაც ჩვენ გვევალდებულება, ხო, მარტივად მოვიცილოთ ხოლმე. ამიტომ ჩემი აზრით რო აღიაროთ, ეგ მიდრეკილება ყოველთვის გვაქვს. შეიძლება მაგას იზარმაცე და ვარქვა თან კომფორტი არ ვიცი, მაგრამ AI-ის რომც არა, ხო, რაღაცა დოზით მაინც შეიძლება ცუდი მაგალითი მომყავს პირდაპირ არა, მაგრამ მანქანა და ავტომობილი რო გამოიგონეს, ადამიანები ცხენით ხო არ დადიან, იმიტომ მაგრამ ხო ვიცით რომ ფიზიკური აქტივობა მაინც კარგია ჩვენთვის და ჩვენი ორგანიზმისთვის, მაგრამ მაინც არ დავდივართ ფეხით, არ დავდივართ ცხენით და ვიყენებთ მანქანას. ხო, ანუ საბოლოო ჯამში რაღაცა დოზით მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, რა დონემდე გავაზარმაცებინებთ თავს ამ თუ იმ ტექნოლოგიას, მათ შორის AI-ს. გიორგი, როგორ ხედავ AI-ს უახლოეს 10-20 წლის პერსპექტივაში? შენი წარმოდგენით, რა რეალობას შეგვიცვლის? დღევანდელობა რამდენად შეიცვალა? და რა სფეროებში? ოკეი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი რასაც ვფიქრობ ხოლმე და რასაც თვალს ვადევნებ, ეგ არის, ჩემი ტერმინით რა ვთქვა, AI-ის განსხეულება, ანუ რობოტიკაში. აქამდეც იყო მაგალითად FSD რო ავიღოთ, ანუ მანქანებში ეს fully autonomous driving რაც არის, ან დამოუკიდებელი, მაგალითად Elon Musk-ის Tesla-ს აქვს, ეხა იტესტება, ჩინური მოდელებია, რომელიც ჩაშენებულია და მე ამას 10 წლეულში და უფრო ნაკლები დროს დაჭირდება, მაგალითად რობოტებში უკვე იქიდან გამომდინარე რა ტემპითაც და ესე ვთქვა წარმატებითაც ვითარდება, ხო, რობოტიკა ეს ხელების მოქნილობა და ასე შემდეგ მობილობა და მე ამ ყველაფერს ჭკვიან ელემენტს რო დაამატებ AI-ს ძალიან ბევრს შეცვლის ჩემი აზრით ჩვენს გარშემო და მარტო ჩემი აზრით არა, ანუ მე რასაც ვეცნობი, ხო, ახლა დიდი წამყვანი კომპანიები რო აიღო იქ Tesla, რომელიც თავისი რობოტი ყავს, რომელსაც მე მგონი ჰუმანოიდი, რომელსაც ოპტიმუსი ქვია, ხო, მე იქ არის უტეკი ჩინელების არის ჩინური უნიტრე და ასე შემდეგ, რომ მიადევნო თვალი, უკვე აშკარად გამოკვეთილი მიმართულება, სადაც AI განსხეულდება, ესე ვთქვათ. მეორე მიმართულება, რაც რო გადის უფრო და უფრო მეტ tools იმატებს ეს ენობრივი მოდელები, LLM-ი, რასაც ვთქვი large language models, უფრო და უფრო მეტი იარაღის ინტეგრირება ხდება, ციფრული იარაღის შიგნით, რაც უფრო მეტად ჭკვიანს ხდის ამას, ხო? სამედიცინო სფეროში მგონია არა, ვუყურებ და ვეცნობი, რომ საკმაოდ
კარგი შედეგს დადებს, იმიტომ რომ მაგალითად ექსპერიმენტებს ამარტივებს რაოდენობაში, ხო, ჩატარების კუთხით და ასევე პროდუქტიულობას ზრდის და ძალიან ბევრი ექსპერტი და ამ სფეროში ჩახედული ადამიანი უკვე დებს მონახას, რომ საკმაოდ კარგი გარღვევებს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით და ყველა მიმართულებით პრინციპში, სადაც სიმულაცია, მოდელირებებია საჭირო, თუ ეს არა ეს, მაშინ როგორ არა ეს, ამაში ძალიან კარგია დღევანდელი მოცემულობით ეს AI ტექნოლოგია და ამ მიმართულებებს კიდევ უფრო მეტ ზურგის ქარს თუ როგორ არის ესე უკან დახმარებას გაუწევს. რა რჩევას მოგცემდი იმ ადამიანებს, ვინც არც თუ ისე კარგად ვართ გათვითცნობიერებული AI-ში, შენაკო წლებია ამ მიმართულებით, საკუთარი ენთუზიაზმით რაღაცებს აკეთებ და საკმაოდ კარგ პროდუქტებს ქმნი, რასაც მე თავს ვადევნებ. აი რა რჩევას მოგცემ იმისთვის, რომ უკეთ გავერკვათ და ჩვენს ყოველდღიურობაში უფრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ და ანუ მეორეს მხრივ რაღაცებში მოტყუებულებიც არ დავრჩათ. იმისთვის, რომ ფეიკი და რეალობაც გავარჩიოთ. ოკეი. ალბათ მარტო AI სფეროზე არ არის ეგ და დიგიტალურზე, იქიდან საიდანაც ყველაზე მეტი საფრთხე გგონია რომ მოდის ან მოდის, ყველაზე კარგი არის, როცა ამას მიუახლოვდები, ამ საფრთხის წყაროს, ხო? როგორც უყოფითი მხარიდან, ასევე დადებითი მხრიდან. ანუ ისე თქვა მინდა რომ საბოლოო ჯამში რაღაცა დოზით უნდა გამოიყენო, უნდა გაიგო რა ტექნოლოგია, პრაქტიკაში გამოიყენო, რაც მთავარია და მე უკვე გაცილებით უფრო კარგად დაინახავ უარყოფით მხარესაც, რა თქმა უნდა, მიხვდები შენ რომ რა მაქსიმუმ რისი გამკეთებელია და სად არის ამ ტექნოლოგიის ლიმიტი და მე უფრო მეტად მომზადებული და აღჭურვილი შეხვდები ჩემი აზრით იმ მანკიერ მხარეებსაც, რაც შეიძლება ამ ტექნოლოგია მოიტანოს. იგივე fake news-ებთან ბრძოლის კუთხით, ეხლა შენ რო გაქვს წარმოდგენა, რამდენად რეალისტური ფოტო შეიძლება დააგენერიროს ან ვიდეო რომელიღაცა ერთმა კონკრეტულმა პროგრამამ, მე უკვე როგორც კი რაღაცას გადააწყდები და ლოგიკაში და მოვლენათა ჯაჭვში არ ჯდება, ხო, პირველივე შენ მკითხოს დასვამ, შენ თავთან რომ არის თუ არა ეს ნამდვილი. როცა არ გაქვს ინფორმაცია, არ იყენებ ახლოს არ ხარ, რა თქმა უნდა, იმისი რისკი უფრო მაღალია, რომ ეს მიიღო როგორც რეალური. შესაბამისად, საბოლოო ჯამში ალბათ მეტად გამოვიყენოთ, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეები შეიძლება არ გჭირდეს, მეტად გავესწროთ ამ ტექნოლოგიებს და მე უფრო თავისთავად მოვა ეს რაღაც ცოდნა და გამოცდილებაც. ერთ-ერთი კითხვა, რაც თავში მინდოდა მეკითხა, მაგრამ კარგია რომ ახლა გამახსენდა, ეს არის უფასო ვერსიები, რომელიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ანუ რას გაუწევდი რეკომენდაციას და ეს უფასო ვერსიები კონკრეტულად რა საქმიანობას შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. ეს უფასო ვერსიები ისეთია რა იცი ჩემზე კარგად უფასო სათაგურშია რაღაცა ცნობილი გამონათქვამი რა უფასო რეალურად არ არის ეგ არის ხოლმე დიდი კომპანიების მხრიდან ის რომ რაღაცა მოგატესტინონ იმიტომ რომ მოგეწონოს საბოლოო ჯამში და მერე გადაიხადო ამაში ფული თუმცა ეს ნაწილიც ჩვენ სასიკეთოდ შეიძლება გამოვიყენოთ თავიდან გაცილებით უფრო გულუხვები იყვნენ ეს კომპანიები ეს GPT და Gemini რომელიც უფასოდ უფრო მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობენ ეხლა რას დრო გადის უფრთხილდებიან თავის სერვერის ხარჯებს და უფრო ნაკლები ლიმიტებია მაგრამ აი ზუსტად ეს უფასო ლიმიტებია იმისთვის რომ გაეცნოთ თუნდაც კითხო GPT-ც Gemini-ც საკმაოდ კარგად ამეტყველდნენ ქართულ ენაზე სხვათა შორის GPT-ს რაც შეეხება ახალი ვერსიები და მოდელები მაგის კარგად ვერ საუბრობს ქართულად ალბათ იქ ტრენინგების ამბავია და რაღაცა და 4O რომელიც არის ის უფრო კარგია ქართულ ენაზე Gemini-ს აქვს ძალიან კარგი უფასო ლიმიტები და ეხლა მიმდინარე პაკეტი რაც იყო 7 ლარად თვეში Google-ის სერვისების გამოწერა მე ყოველ შემთხვევაში გამოვიწერე შანსი არ გაუშვხელიდან და თუ კიდევ არის ვინც დაინტერესებულია ურჩევდი რომ გამოიწერონ ეგ შანსი არ გაუშვან ხელიდან და მე უკვე საკითხებიდან და ტასკებიდან ანუ ამოცანებიდან გამომდინარე უკვე მიხვდება თვითონ ვინც გამოიყენებს ამას რაში შეიძლება წაადგეს და რაში არა მე თუ უღირს რა თქმა უნდა გადაიხდის 20-დან 25 დოლარამდე 1-2-30 დოლარამდე მერყევს თვიური გადასახადი მე უკვე თავისი დაღეგეთი. გიორგი ძალიან დიდი მადლობა საინტერესო და მომწორავ ინფორმაციის გაზიარებისთვის.
მათ ვისაც ჯერ კიდევ ეს აქტიურად არ გვაქვს ხოლმე ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურობაში გამოყენებული, იმიტომ რომ გარკვეული შიშები არსებობს, გარკვეული კლიშები არსებობს, რისიც გვეშინია და ჩვენს საქმიანობაში შეიძლება არ ვთავთ ან ნაკლებად, მედეუნება ეს შენერჩევები მაქსიმალურად დაეხმარება, რომ სასიკეთოდ გამოიყენონ თავიანთ საქმიანობაში, ისე როგორც მე, სამომავლოდ. მადლობა ნანა, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა, იმედია მაყურებელიც რაიმე საინტერესოს გაიგებს და გამოადგება დღევანდელი ჩვენი საუბარი. მადლობა და წარმატებებს გისურვებ და დამდეგს ახალ წელს გილოცავ შენ და ასევე მაყურებელს გვიახლოვდება 2026 წელი. მადლობა გიორგი, მეც ასევე გილოცავ დამდეგს, მით და წარმატებები გისურვა, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადანეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო დისტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.